ის ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებას მოითხოვს და საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება ივანიშვილის ოფშორული კომპანიების შესახებ. ის წლებია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ისინი ხალხის ფულს იპარავენ და სწორედ ეს არის მოსახლეობის შიმშილის მიზეზი. საინტერესოა რა სიტყვის შალვა ნათელაშვილი კვლევებზე, სადაც ჩანს, რომ ხალხს ყოველდღე უწევს ბრძოლა არსებობისთვის და ეს სულ უფრო და უფრო რთული ხდება. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილია დღევანდელი არჩევანის ბოლო სტუმარი. მოგესალმებით ბატონო შალვა, დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად ხართ. დიდი მადლობა თქვენ როგორ ბრძანდებით. რაც მთავარია როგორ ბრძანდება საქართველოს მოსახლეობა. თქვენი შეფასებით ჩვენ ვნახეთ რა შედეგები დადო NDI-მ, სადაც მონაცემები კიდევ უფრო გაუარეს და მოსახლეობის განწყობა, მოსახლეობის შეფასება არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ უკვე მომავალთან დაკავშირებითაც და ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რომ ეს შეიძლება საბოლოოდ იმაში აისახოს, რომ არჩევნებზე მოსვლის სურვილიც კი დაკარგოს მოსახლეობამ, თუ მას იმედი აღარ ექნება, რომ რამე შეიცვლება. თქვენ როგორ აფასებთ, რა ხდება საქართველოში და რაზე მიუთითებს თქვენთვის ასეთი შედეგები NDI-ის კვლევაში? მშვიდობიან ღამეს გისურვებთ უპირველეს ყოვლისა, რაც შეეხება NDI-ს, შეიძლება ჩემგან გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ მუდმივად ოპონირებაში ვართ მე და ორგანიზაცია უკვე 20 წელია. პოლიტიკური რეიტინგების საკითხზე პირველ რიგში იქ ვერ ვთანხმდებით, რადგან თუ თქვა გაქვს 20% გიწერენ 2-ს, ან თუ გაქვს 10% დაუწერენ 40 თუ თქვა ეს სახელმწიფო ძალას აწყობს, მაგრამ პრობლემაზე, როდესაც ატარებს ეს ორგანიზაცია გამოკითხვებს, თქვა რა პრობლემა აწუხებს ხალხს, ეკონომიკა, სოციალური სფერო, საგარეო ორიენტაცია, აი იქ მეტ-ნაკლებად ობიექტურია მონაცემები. და მე მეცაც გეტყვით, რომ დღევანდელი მონაცემები შედარებით გარბირებულია და NDI-ს შეეძლო უარესი დაეწერა, იმდენად რთული და შავბნელი მდგომარეობაა და სულ ფიქრობდი მე რას გულისხმობდა ბატონი ივანიშვილი მეოთხე საოცარ წელზე. და აი ახლა ხვდები, რომ ალბათ აი შავ ზღვაში რო გააცურებდა 100 მეტრიან ტიტას, ამას გულისხმობდა, რომ ეს იქნება ეს მართლაც შევა პოლიტიკისა და ეკოლოგიის ისტორიაში როგორც უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ნაპირზე, ხმელეთზე ხალხი შიმშილით იხოცება და მილიარდერი საკუთარი ბაღის გასამრავალფეროვნებლად მილიონებს ხარჯავს იმისათვის, რომ დაძრას 100-წლოვანი საუკუნოვანი ხე და დაავანოს თავის ეზოში. და ალბათ არ იქნება ცუდი ისტორიაც გავიხსენოთ. რა ხარ NDI-ის შეფასებებზე მსჯელობთ, ახლა NDI-ზე კარგად ჩვენ ხედავთ აქ რა ხდება, ხო, ბუნებრივია NDI უბრალოდ გვეხმარება როგორც მეგობარი ქვეყნის პარტნიორი ორგანიზაცია. და თუ გავიხსენებთ ისტორიას, 1511-13 წლებში კახეთში იყო მეფე ავგიორგი ასეთი, რომელმაც არა მარტო საკუთარი მამა მოკლა, მეფე მამა და ძმას დათხარა თვალები, არამედ რატომღაც აი ქართლის დარბევაზე იყო ორიენტირებული, ქართლის დაწევკებაზე. და ბოლოს ქართლში ძალისთან შეიპყრეს და გამოკეტეს ქსნის ციხეში და იქვე მოკლეს და სავსებით სამართლიანადაც. და მას ავგიორგი შეარქვა ისტორიამ. დამერწმუნეთ, რომ არავითარი NDI-ის გამოკვლევები არ არის საჭირო და არავითარი ძალიან მაღალფარდოვანი პოლიტიკური ტექსტები, ისტორია ბიძინას შეარქმევს ბიძინას. დამერწმუნეთ, რომ მომავალი თაობები ეს ჩანაწერი შეინახება, აუცილებლად ნახავენ ამ ჩანაწერს და აუცილებლად იტყვიან, რომ აი როგორც სწორად მიხვდნენ ჩვენი წინაპრები, რა სახელით უნდა შესულიყო ეს პიროვნება ისტორიაში, იმ ქვეყნის ისტორიაში, რომელმა ქვეყანამაც გული ამოუღო, სული ამოუღო, ამხელანდობა გამოუცხადა და მან ამ ქვეყანას იმედიც მოუკლა, ოცნებაც წაართვა და ყველაფერი გააკაპიტალა თავის საბანკო ანგარიშებში და გადაიტანა ოფშორულ ზონებში. იმ ოფშორებში, რაც ამოუქეკეს ახლა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამ იმ ლინდი მენეჯმენტის სახით დავანებული არის ჩვენი ის ქონება, რომელიც მან გადაზიდა საქართველოსთან და განათავსა საიდუმლო ანგარიშებზე. ეს არის საღდრიცის მილიარდები, რომელიც მან ააფეთქა და მიითვისა და გააკაპიტალა. ეს გახლავთ ეს მთელი სატრანსპორტო გადაზიდვებისგან, ნავთობპროდუქტებისა და ენერგორესურსებიდან ამონაგები თანხა, მათ შორის ჩვენზე ტარიფის გაზდით მიღებული თანხების ამონაგები ყალაძის მაფიასთან ერთად, აი ეს არის გადაზიდული ის. იქვეა გადაზიდული ის მთელი მაგისი ქართულ ბანკის და საფინანსო მიკრო თუ მაქსი ორგანიზაციებიდან მიღებული ამონაგები 1500%-ად რო აძლევენ მოსახლეობას ესხებს, 500%-ად, 400%-ად მისმა ბანკმა რო ხშირ ქვეყანაში 1750%
მანამდე მოგებით დაამთავრა საფინანსო წელი. აი ეს მთელი თანხები არის იქ დავანებული და იმავდროულად იქვეა დავანებული. დღეს მეორე კომპანია უპოვეს, ასევე საიდუმლოდ გადამალული, რომელიც დეკლარაციაში არ უჩვენებია. დღეს იყო ეგ ინფორმაციები, ალბათ ხვალ უკეთესად გავარკვევთ ამას. ასევეა იქ გადატანილი 6 მილიარდი თანაინვესტირების ფონდი, რომელიც მან წამოკრიფა ქართველი ბიზნესმენებისაგან და დაგვირდა, რომ ააშენებდა იმას ქარხანას, ცნობილს, აამუშავებდა წარმოებას, ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, გაამყარებდა ეროვნულ ვალუტას. ეს ყველაფერი წამოკრიფა, ერთადერთი ააშენა გარდაბანში სათბური ვითომ რაღაცა სათბური, სადაც დაასაქმა თავისი ნათესავები, ახლობლები და თანაპარტიელები, ისევ როგორც დაასაქმეს აი მისმა თანაპარტიელებმა თავიანთი ახლობლები, ერთი რომელი ოცნების, დეპუტატის და გამგებლის და გუბერნატორის და მინისტრის ოჯახის წევრები და ნათესავები უმუშევრები. ასეც ვერ ნახვა, აი ჩავატაროთ გამოგითხვა და სტატისტიკა. ყველა დასაქმებულია მაღალ თანამდებობებზე, მაღალი რანგის ბიზნესში. აი ახლა წეგან ლაპარაკობდა ქალბატონი იყო მართული პარტიიდან გამოსული, რომ დუშეთში თურმე, ეხლა მე ამაზე გავბრაზდი უკვე როგორც დუშელი. დუშეთში თურმე სტუდენტები არიან ბედნიერნი და გახარებული და მათ სახელმწიფო უხდის თანხას. ასეულობით სტუდენტს აქვს შეჩერებული დუშეთშიც, ახალგორშიც, თიანეთშიც, მცხეთაშიც, ქუთაისშიც, ზუგდიდშიც სტუდენტის სტატუსი იმის გამო, რომ მართალია თავი უსკდება, მართალია უნიჭიერესია, მართალია ნათელი გონება აქვს, მაგრამ ფული არ აქვს საშუალება და მისი მშობლები მოატყუა ივანიშვილმა და იმ მშობლებმა ვერ ნახეს სამსახური, რომ შვილი შეენახა და გადაეხადათ ის ფული, რომელიც დააწესა ისევ აი ამ ძარცველმა რეჟიმმა იმისათვის, რომ ეს ფული ასევე გადაკაჩონ სტუდენტებიდან წამოკრეფილი ფული და ათეული ათასები ოფშორულ ზონებში და დუშეთის დეპუტატი ბატონი ტრიპოვსკი ჩამოდის რაიონში იმისათვის, რომ რესტორნებში იქეიფოს და მერე ხინკლის წვენში დაიძინოს. და ეს ტრიპოვსკი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მეგობარი და კუდი. და თუ აი ასეთი იდეალური მდგომარეობა სხვა რაიონებშიც, რაც მე ახლა მოვყევი, ხო? ალბათ ინდიაის მართლა ძალიან რბილი დასკვნები დაუწერია. რაზეც ვენამოთ, რომ რეალობა ბევრად უარესია, მიუხედავად იმისა, რომ უარესია რეალობა ბევრად. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ პირიქით უმრავლესობა ამბობს, რომ ინდიაის კვლევებს არ ენდობა და სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო კარგად არის. ახლა რაღაც უცხოური ორგანიზაცია მაინც ერიდება მას ძალიან ისეთი რევოლუციური მონაცემების გამოქვეყნება სოციალურ პოლიტიკურ სფეროში. ეს ბუნებრივია. ამიტომ შედარებით ეგენი არ ბილებენ ყოველთვის. უარესი მდგომარეობა. რო არ იყოს წელ საარჩევნო ეტაპი, ხო? რევოლუცია იყო გამზადებული, ხალხი ვერ მოითმენ და ბუნებრივია ჩვენც არ გავჩერდებოდით ოფიცებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ შეიძლება რევოლუციური ნაპერწკალიც არ იყოს, იმიტომ რომ საერთოდ იმედი აქვს ხალხს დაკარგული. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ არჩევნებთან დაკავშირებით? თქვენი კოლეგები პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ კვლევებში ფაქტობრივად აისახა, რომ განაჩენი აქვს უკვე გამოტანილი ქართულ ოცნებას. თუ ეს მართლაც ასია და ალბათ თქვენ ამას ეთანხმებით, საით წავა ეს ამომრჩეველი, თქვენ რას ფიქრობთ, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ პარტიასთან დაკავშირებით? ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი წამოვა ლეიბორისტული პარტიის და შალვა ანთელაშვილისკენ, რადგან ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა ნახა, იგრძნო და გაითავისა, რომ 20 წლის მანძილზე მინიმუმ სიმართლეს ეუბნება ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ლეიბორისტული პარტია. ამომრჩეველმა კარგად ნახა, რომ 20 წლის მანძილზე ერთადერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შეინარჩუნა სახე, არ გაიყიდა მანდატების გამო, თანამდებობების გამო და არ აეკიდა ოლიგარქებს, მილიარდებს, შევარდნაძეებს, აბაშიძეებს, პატარკაციშვილებს, ივანიშვილებს და სააკაშვილებს და რა ვიცი უღალას. და შეინარჩუნა თავის სახე, შეინარჩუნა იდეა და შეინარჩუნა კლასიკური პარტიის პრინციპები. ხალხმა ძალიან კარგად ნახა, რომ ეს არის ერთადერთი პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა, რაც კი მთელ პარტიებს გაუკეთებიათ საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კიდევ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც ოპოზიციური მდგომარეობიდან, მეგობრებო, მოახერხა უფასო საშუალო განათლების დაკანონება და აბა ეს არ გაგვეკეთებია, დღეს რა მდგომარეობა იქნებოდა განათლების სფეროში და რა წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოებების გახსნა დაგჭირდებოდა. ბატონ შალვა, რას გააკეთებს ხელისუფლება? ერთადერთი, ისე დავამთავრებ, გიორგი, ერთადერთი პარტია, რომელმაც მოახერხა საბავშვო ბაღების გადარჩენა. ეხლა მალე მივიღებ ჩვენ საბავშვო ბაღის განთავისუფლებულ თანამშრომლებს და გამოვცხადებ სოლიდარობას, მაგრამ 90-იან წლებში უნდათ ამ ბაღების დახურვა და გააუქმეს უკვე მზარეული შტატი, უცხოური მასალა, ფსიქოლოგის შტატი და ამ გზით უნდათ მე ამ შენობების გაყიდვა. ეხლა ბაღიც აღარ გვექნებოდა. ერთადერთი პარტია უკვე მსოფლიოში, რომელმაც შეძლო და ოპოზიციური მდგომარეობიდან დენის ტარიფი
ფაქტიურად გაანახევრა და თქვენ გახსოვთ ალბათ 7.5 თეთრი რეგიონებში და 11.5 თეთრი თბილისში 3 წლის მანძილზე და ერთადერთი პარტია რომელმაც აი თავი პერსპექტივა გასწირა ჩვენ მაშინ იყო აქ ამერიკული კომპანია თქვენ ხო გახსოვთ ESTL ჩვენ გავანაცხენეთ ეს ჩვენი მეგობრები ისინი მოგებაზე იყვნენ შემოსული ბუნებრივად წავიდნენ აქედან ძალიან ნაწყენები და ჩვენ პრაქტიკულად პოლიტიკური პერსპექტივა გავწირეთ პარტიულიც და პირადულიც იმის გამო რომ ჩვენს ხალხს ქონოდა ელემენტარული საცხოვრებელი და საარსებო ენერგეტიკული პირობები თუ საგანმანათლებლო თუ სოციალური შესაბამისად რა თქმა უნდა სხვა პარტიას ახლა რომ ძალიან ბევრი ვიფიქროთ ვერ მოუნახავთ ჯერჯერობით მე რა თქმა უნდა იქნება უკეთესი პარტიები ჩვენ რასაც ხედავთ აი ამ პოლიტიკურ სპექტრში დღეს ასე თუ ისე აქტიურად გამოჩენილი სახეებს და პიროვნებებს და ორგანიზაციებს ისინი ცოტა თუ ბევრად რამდენიმე წელი თუ რამდენიმე გარკვეული პერიოდი იყვნენ ხელისუფლებაში ან შევარდნაძესთან ან სააკაშვილთან ან ივანიშვილთან ან დამოუკიდებლად მნიშვნელობა არ აქვს და შესაბამისად მათ უკვე ვერ გამოიჩინეს თავი იმ დონეზე რომ ქვეყანა არ მოსულიყო აი ამ წუმპებზე ამიტომ სოფლიო პრაქტიკის თანახმად პოლიტიკური ძალები რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში მაგრამ ქვეყანა მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე როგორც წესი ისვენებენ მრავალი წელი თუ სამუდამოდ არა იმიტომ რომ ახლა ორჯერ ერთი და იგივე ოლიმპიური შეჯიბრებაზე ნუ წააგო ახლა სპორტსმენმა იმავე წუთს ვერ მოატრიალებენ უკვე უნდა გავიდეს წლები მან ივარჯიშოს დახვეწოს მონაცემები ახლიდან ჩააბაროს ტესტები ოლიმპიურად ასე შემდეგ ახლა მე არ მინდა ახლა თავისკება გამომივიდეს ხალხმა ძალიან კარგად იცის ვინ უნდა ერჩიოს და როგორ უნდა ერჩიოს ჩვენ მზად ვართ მეგობრებო რომ ავიღოთ პასუხისგებლობა ქვეყნის მართვაზე გამოიყვანოთ ქვეყანა აი ამ ჭაობიდან დავამყაროთ სოციალური სამართლიანობა, სოციალური თანასწორობა და პირდაპირ გეტყვით, დემოკრატიული სოციალიზმი. საქართველოს უნდა გახდეს ევროპული დემოკრატიული სოციალიზმის ქვეყანა, სადაც მართავენ არა მდიდრები, არამედ მართავენ ბრძენი, პატრიოტები, ჭკვიანები და არა კარიერისტები, არა მტაცებლები. აი ამ შემთხვევაში გვექნება ჩვენ ის საქართველო, როგორი საქართველოს დაგვიტოვა დიდმა დავითმა და მე მინდა კიდევ გულდაწყვეტა გამოვხატო იმ მონაცემის გამო რომელიც გუშინ კიდევ ერთხელ კი ვიცოდი მაგრამ დავაზუსტე რომ ქვეყნის მართველი ბატონი პატრონი თუ რაც არის სეთური თუ მამამარჩენალი მეტერა ჩემტერე მამამარჩენალი ყოს თავისი ოჯახის მამამარჩენალი კი არა თავისი მაფიის რა თქმა უნდა ესე იგი თურმე ფლობს აი ეს მილიარდები განთავსებული აქვს სოფლიო გიგანტი კომპანიების ანგარიშებზე და მათ აკეთებებს მილიონებს და ეს კომპანიებია Google ეს კომპანიებია ინტერკონტინენტალური სასტუმროების ქსელი ეს კომპანიებია Volkswagen ეს კომპანიებია City ჯგუფი ეს კომპანიებია Deutsche Bank ეს კომპანია Raiffeisen Bank და მთელ სოფლიოს აცხოვრებს მთელ სოფლიოს აჭმევს ჩვენგან წართმეულით ჩვენგან წაგლეჯილი და ჩვენ უნდა დავამყაროთ ისეთი სიტუაცია ქვეყანაში, როდესაც ჩვენთან მოსული, ჩვენთან არსებული ჯერ ჩვენ შეგვხვდება, ჯერ ჩვენ შეგვერგება და მე თურმე გვექნება დასაცემი, მე გაიცემა ეს ხალხის ნებით და სახელმწიფოს გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი დრო ამოიწუროთ ჩვენ ამის შესახებ კიდევ ვისაუბრებთ რომ წინასაარჩევნო საუბრის დრო კიდევ გვექნება არა. წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ შევხვდებით. დიდი მადლობა. შავან ათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში